ყველაფერი პოლიტიკაა. ჩვენ კი ვშიფრავთ კოდს, რომელიც გავლენას ახდენს შენზე. პოლიტიკური კოდი, ანალიზი, ფაქტები და კითხვები, რომლებსაც პასუხი სჭირდება. მოგესალმებით, TV+-ის ეთერშია გადაცემა პოლიტიკური კოდი. მე ხატია ბანცაძე ვარ, დღეს კი სტუმრად გვყავს რამაზ ჩალიგავა, მეწარმე და ინჟინერი. მოგესალმებით ბატონო რამაზ, მადლობას გიხდით გადაცემაში მობრძანებისთვის. თქვენთან საინტერესო იქნება საუბრის დაწყება 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებით, რადგან თქვენ აქტიურად ხართ პოლიტიკაში ჩართული და აწარმოებთ ასევე სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებზე დაკვირვებებს, როგორც ვიცით და მუდმივად ხართ მოკლედ აი ამ ქარცეცხლში პოლიტიკური აქტიურია მომრჩეველი. დიახ. და ალბათ აკვირდებით რა დღეშია ოპოზიცია, რა კამპანიებს მართავს და ზოგადად ოპოზიციას გაუჩნდა თავისი ოპოზიცია. ეს არის გახარია ლელო ერთ მხარეს და ახალი და ნაციონალური მოძრაობა მეორე მხარეს. თქვენი აზრით, როგორ დასრულდება მათი ბრძოლა და თბილისში აქვთ თუ არა გახარია ლელოს საერთო კანდიდატს ირაკლი კუპრაძეს საერთო შანსი, რომ ასე რომ ვთქვათ, გამოგლიჯოს ხელიდან კალაძეს თბილისი? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მეგობრებო. ხადია, დავიწყოთ აქედან. საერთოდ 2025 საადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციას საერთოდ გამარჯვება უნდათ? ეს საკითხავია. არჩევნებში გამარჯვება უნდათ? საერთოდ რატო არ მონაწილეობს ნაციონალური მოძრაობა და რატო მონაწილეობს თქვათ ლელო და გირჩი? ლელო და გახარია რატომ მაგათ რომ არჩევნებში მოსვლა უნდა, არჩევნებში მონაწილეობა უნდა მომებოდათ. მაგათ რომ საერთო კანდიდატი ყოლოდათ. მაგათ რომ სიმშვიდე და ნორმალური წარმოებიათ საარჩევნო კომპანია, ხო? მაგას შეიძლება დიდი წინააღმდეგობა გაეწია თბილისში კალაძისთვის. ძალიან ბევრი ოპოზიცია მომრჩეველია თბილისში. არის, მას ვერ დამონოთ, ხო? მაგრამ ყველაფერი გააკეთეს მაგისთვის, რომ თავისი ამომრჩეველის არჩევნებში მონაწილეობა არ მიაღებიო. თვითონ ვის თამაშობენ თვითონაც ვიციან რა. რატო არიან ოპოზიციის ხელმძღვანელები ციხეში თუ ზიან, იქიდან არჩევნებს ატარებენ? რატო არიან? ხო თაი დააჭერეს და ხო თამაშია. ესენი თამაშობენ ხალხზე. ვერ გგებლობთ ამას? აი ხალხზე თამაშობენ ესენი. ან ეს რომ ციხეში არიან და მონაწილეობენ და ეს რომ მონაწილეობენ, ეს ამათი გადაწყვეტილია როგორ გონია თქვენ? არა. ამას ვიღაცა ყანახავს რომ მოიქცა და ანარქია და ქაოსი გამოიწვია ქვეყანაში. თქვენი აზრით ვისი თამაშია ეს? ვის თამაშია და გარდაძალების. დიახ. ვისაც ჩვენ ქვეყანაში არეულობა უნდა, ვისაც სიმშვიდე არ უნდა ქვეყანაში, ვისაც დალაგებული საქართველო არ უნდა. ისინი თამაშობენ ამას. ისინი აფინანსებენ ამ ოპოზიციას. ხო ვიცით არა ეს კაცო რა. ოცნება ხო. ანგროზები ვერ არიან. ძალიან ბევრს ვიტყვი ამას ამბობს, მაგრამ ქვეყანა ხო ასე თუ ისეა ამ ქართლის რეგიონში ხო, ამ რეგიონში ხო სიმშვიდე ვარ და რა ვიმგირებს რა უნდათ არჩევნები უნდათ იყო საპარლამენტო არჩევნები ხო 61 კანდიდატი 61 პარლამენტარი გაიყვანეს 61 150 კაცია პარლამენტში 61 ოპოზიციურ განწყობილი პარლამენტარი რევს არ გააკეთებდა რას არ გააკეთებდა საარჩევნო საგამოძიებო კომისია ჩამოყალიბებდა ყველა კომიტეტის მოადგილე მაგის იქნებოდა კაბინეტები მანქანები დაფინანსება უცხოეთი სიარული და მეორე არჩევნებში ხო შეიძლება ვარშავაში მოსულიყო ხალხს აუხსნი ვეტყოდი ხალხს რომ აი ხალხო კი გამიყალბა თქვა 20 მომაჩვე როგორ გაახალბა ეს საკითხავია მაგრამ მაინც მოვიცნობდი ერთი კაცი და შემდეგში რა ამდენი კაცი დააგდა კაცო ამდენი ხო 65 კაცი ხო უნდა 15 კაცი დაიმატე და შემდეგ არჩევნებში მაგალითად მაგრამ უნდათ ეს უნდათ სიმშვიდე არ უნდათ მაგას სიმშვიდე მაგათ არჩევნები აჭირდებათ თავიდან ვითომ ვიგებთ ვიგებთ ასპანდური გქონდათ ხო დაურეგეს იქიდან ასკენითო რა და უარცხეს მანდატები და რატომ ვინ გაუყალბა რომელს გაუყალბა გახარია ამბობს რა კაცი არა საკმაოდ მიიღო ლელომ 7 კაცი აიღო თუ რა საკმარისი არისო 20% ქონდა ნაცრ და 21 მიიღო 2-მდად ხო რომელს გაუყალბეს ან ყველა უბანში იყო 2500 ამომრჩეველი ხო 10 კაცი ვერ მოინახა რომელსაც თქვა რომ მომისხიდეს დამაშინეს სად იყო ეს ვინ გააყალბა უთო დამკრებელმა
არ დააფიქსირა 2500 კაციდან ვინ დააფიქსირა ვინ თქვა რომ აი მე როსად გაყავ დარჩენები ვინ ხარ რა მიხსნა მათ გაყალბების მიზეზად თქვეს გაჟონილი ბიულეტინები ეს იყო მე მიჩემი ხელით არ მინდა სხვა მე მივედი ხმა აი არის ხო აი სისულელია ხო ეს სხვა ვერაფერი ვერ ნახეს ხო ეს ათუ გაჟონა გაედანედო ამას ყდა იმალებოდა შეკეთო გაჟონიდან ხო გაჟონის რომ ნახოს ვიღაცა რა მოხდა მე ვაფშე არ მინდა ყოველდღე მე ვაძებ ხმას ოცნებას და არც მალავ ამას ხო დასამალი რა იყო იქ ყოველდღე და ჩადეში ვინ გიყურებს შენ ამაზე ხო ამ ბიზნესში დააჩინეს რომელი ქართული კაცი შენია დღეს ვინმე ეს დიახ რომელი შენია კაცო ამიტომ ჩვენ ოპოზიცია ქვეყანას არ აყავს ქვეყანას არ უნდა ოპოზიციას რომელსაც არჩევნებით არ უნდა ქვეყანაში ხელისუფლებაში მოსვლა და სიკეთის გაკეთება ქვეყნისთვის ის ოპოზიცია არ არის არის ქვეყნის მტრები ხალხო მე ყანახოს ოპოზიცია მე მოწრების მომხრობა პარტიის წევრი კი არა ვარ ჩემნაირი ბევრია ძალიან ენახებია ხალხის სიმშვიდით ძველი სახეს მოვიშორებდი ახალ თაობას მოვიყვანდი ვანახებდი სიმშვიდით რომ ქვეყანას განვითარების გზას ხელებს ჩამოყალიბებდი ხათან მიმუშავებდი და მოიგებდა მოეგო კაცო შეიძლება ჩვენს მიგვეცა ხმა ხო ახალი სახე ყველას გვინდა ახალი მომავალი თაობა იქნებ ჯობია ოცნებას მაგრამ ირაკლი კუპრაძე თქვენი აზრით ახალი სახეა აი არ მინდა ხა მე პირადულად ადამიანთან მე არაფერი შეხება მქონი და ათვისო მაგრამ ერთი ელისაშვილი იყო მომადევლად იდრეგული ხლა და კუპრაძე ელისაშვილი გადაიყო აგრესიული ტონია რა აგრესიული ტონია ვის უნდა აგრესია გინდა როგორ მოიქცა როგორ ცეოდა ელისაშვილი ბალებით მე ელისაშვილი ხმა მივეცი დიახ იყო შემთხვევა პერიოდი იყო ასეთ აგრესიული ტონია გვინდა ჩვენ ასეულობა პოლიტიკოსი გამოდიხარ ეს პოლიტიკოსი და ვითომ იერარქი გავია და ეს რუსებს და გინდა მთავრობაში მოხვიდე ის რუსი მეზობელია რა შენი ინტერიერად ვინც არის შე პოლიტიკაში ხონდა თქვათ მოხვედი ქალაქის მერად ხო შენ უნდა ელაპარაკო ვიღაცას ის კაცი შენ რომელი ხარო კაცო როგორ შეიძლება ეს დიახ ასე შესაძლოა შეიძლება აქვე ჩაგეკითხებით თქვენ თქვით რომ ოპოზიცია იმართება უცხო ძალების მხრიდან და ეს ყველაფერი პროვოკაციები თუნდაც ელენე ხოშტარიამ ვერ გაძლო გარეთ თავისი ლიდერების გარეშე ლიდერები ციხეში იუზის და აცოცდა კახკალაძის საარჩევნო შტაბის ბანერზე და რაღაცები დააჯღაპნა ნუ რაღაც იმაიმუნა და დააკავეს ნუ ელენე ხოშტარი ამას ვერ გაძლო ნიკა გვარამიას ზურაგლიჩი ჯაფარიძის და მელიას გარეშე და ის ფულია მან ხადე ფულია მაგირა აღებული აქვს ფული და ეს აქ უნდა გააკეთოს და აი რომ გაამართლოს ამას ვერ ვაკეთებ მე ვიჯექი რა დიახ გასაგებია თამაშია რა თუმცა 2024 ბოდიში ჩემი აზრით ამაში 20-ს უწყობს ხელს აი მაგაზე სიხეში გამოსაგრელია ესენი რა სიხეში ამათია დაჭერა ამას საქმეს უკეთებს რა ხოშტარიძე არ დავიჭერდი რა რატო ხოშტარიამ თავის ამე გაეკეთა იმით რომ აღებულია გაბათ აფინანსებენ რუსეთიდან და კიდევ სხვებიდან ალბათ რომ მე ვიჯექი და რას გავაკეთებდი არა იმალებიანიკა ან გირჩი ჯაფარიძეს ვინ მიცემს ხმას ან რა უნდა იმას ციხეში ვიძის კიდევ ისე პატარა ისე ვაშაძე და მელია და დიახ ოპოზიცია იქ არის შეყრილი მანჯგალაძე დარჩა ვაშაძის გარეშე ორკაციანი პარტია მათი დაშლილია ამჟამად მოდი თქვენ ჩაგეკითხებით გეკითხებოდით აი ამ ესეთი შეკითხვა მაქვს თქვენ თვლით რომ ნუ გარეძალებისგან იმართება ოპოზიცია და მაინტერესებს ქართული ოცნების როლი და წვლილი რამდენად დაბალზეა იმაში რომ 2024 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ახალმა მილიონობით დაფინანსება მიიღო და ქვეყანაში ეს დაფინანსება იხარჯებოდა ისე თითქოს რაღაც 10 ლარი ქონდათ საარჩევნო ბიუჯეტი იმდენი თანხები გადიოდა მაგათი ბიუჯეტიდან პარტია ახალს გულისხმობ ეს არის ცოტა ქართულმა ოცნებამ რატო არ შეუშალა ამას ხელი არა თქვა როგორ შეეშალა არა მაგას დაფინანსებდა არა საქართველოს ჩამოყალიბდა არც ერთს არ შესვლია თვითონაც ვერ ცემენ პასუხს საიდან არის ეს ფული ვიცია საქართველოში ამ პატარა ქვეყანაში 23000 არასადავო ორგანიზაცია იყო ხო შეუძლებელია ეს ამისათანა ხო არა ეს ფული ხო შემოდიოდა დიდ ზალი ფული შემოდიოდა ამ ფულის უმეტესობა ეხარჯებოდა პოლიტიკურ საკითხებში ხო ამ არასადავო ზუკანიდან პოლიტიკურ პარტიებიდან ხო და ფინანსდებოდნენ ისინი აქედან ამ ფარად კანონის მიღებამ გამოიწვია პირველი კონფლიქტი ხო? კიდევ არ დაშოშნებული ეს კონფლიქტი ხო? მე მიყვა რომ შევეხეთ ჩვენ ამ თანხას, შეეხოცებ ამ თანხას. ამ თანხა ფინანსდებოდა არა მარტო საქართველოში არულებები, რეგიონი ფინანსდებოდა საქართველოსთან. და გუთვლელი და უანგარო ფული, აი დაუცველი პოლიტიკა საქართველოში და ამ პოლიტიკა გარყვნეს ნახავდა საქართველოს ამათ, მაგრამ
5% ხმარდებოდა რაღაცას, დანარჩენი 10 მიდიოდა და ამას ვერ კონტროლდებოდა, ხო? ამას რო შეეხნენ მაგენი, ხო? ამას რო შეეხნენ მაგენი, ხო? მოხდა მისმენი მოხდა არეულობა და რასაც თქვენ ამბობთ ახალიდან, ხო? მე ფიქრობ, მე ჩემი აზრია რა ვიცი და მელია და გვარამია, ხო? უფრო გვარამია და მელი რატომ უნდა გვარამიასთან შეერთება? გვარამია ყველაფერს მოაწევს ხელს. დიახ. გვარამია რა თამაშს თამაშობს და ვის თამაშს თამაშობს? რა ქართულს თამაშობს გასაგებია ეს. 90000 ლარი ქონდა კაც ხელფასზე და 500000 ლარი ქონდა ჟურნალისტებს. გამოდინა კაც 90000 ხელფასზე. დაგწეულ ქვეყანაში დააღწია ტელევიზიას, ხო? რა თამაშს თამაშობს მაგ? რა უნდა მაგას? პრემიერობა უნდა და როგორ კაცო? ქართულს თამაშს აკეთებს? რომელი ეთიაკეთებს ქართულს? ნაციონალური მოძრაობის სამომრჩეველი ნამდვილად აიყოლია იქამდე სანამ მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა და საქართველოში და მართლა ხელში ეჭირა ნაციონალური მოძრაობა და ოპოზიცია. დიახ, ნაციონალური მოძრაობას ყავს 20% ამომრჩეველი. მე ზოგი არის აი ერთგული ამომრჩეველი ყავს. ყოფასე მახალს. იდეურად, კი ბატონო, მაგათი აზრია ეს და ჩვენ აუბრუნდა. მაგრამ პარტია ახალმა მოპარა ხმები ძალიან ბევრი. გახო როგორც მაგი 20-ში ცხარა. კი ბატონო, რომ ყავს ამომრჩეველი რომელიც არის სააკაშვილის ამომრჩეველი. მოთქვათ ეს ხო ბატონო მიხეილ ამომრჩეველები არიან. კი ბატონო. ყველაფერი გააკეთეს მელიამ და ჩვენაც მოდა მეგობარმა არამიამ ხაბეშვილი ყველაფერი გააკეთეს რომ აი ეს 20% ამომრჩეველი რომელიც ოპოზიციის განწყობილი იყო და რომელიც არის შეუვალე ამომრჩეველი 12 წელი რომ არ გადათქვეს და მაინც მიშალ ხალხო დააკუცმაცეს და არჩევნებიდან გარიყეს. ფაქტურად გააკეთეს სააკაშვილის პარტიის ლიკვიდაცია გააკეთეს ამათმა. დიახ. არ მომწონს მე ნაციონალურ მოძრაობამ მტერი მგონია მე არ მგონია სტოპ მტერი არა არ მგონია მე პირადადოდ მაგენი სტოპზე ადგენან არ მგონია მაგენი პატრონს თავს აკეთებდნენ ეხლა არ მგონია მაგრამ მე ამ მგონია თუ არ მგონია მაგაზე ხოლმე დამოკიდებული შეიძლება მართლაც არიან გათავისგან მე ასე მფიქრობ ხო თავიანთი ამომრჩევლისთვის რა თქმა უნდა კი ბატონო კი ასეა ხო მაგრამ ხო რა გააკეთეს ახლა ვინ დააფინანსა ესენი რომ როგორ მივიდნენ იქამდე რომ თავის ამომრჩეველი დატოვეს არჩევნების მიღმა დაიუნებია აბა გამოსავი რა არის როგორ შეიძლება პარტიის ამხელა 20% ხო არის თქვა 5.9 მინუსი მეტი ხო არის ამონჩეველი ეს ამონჩეველი ხო როგორ მოვიდა რევოლუციით თქვა დაამხოთ ერთმანეთს ყევს რომ თქვა გამოვიდა 300,000 კაცი თქვა დაამხეს ხელისუფლება იმ მომენტში ხო მაგრამ ჩვენ მილიონი ვართ აკროდგე ვართ ჩვენ მოხვიდეთ ჩვენ შეგარჩენთ მე ჩვენ დაგამხოთ ლიბია თუ ლიბანია თუ ჯანდაბა საქართველოს ამ თემაზე საუბრობთ, მაინტერესებს თქვენი პოზიციაც რევოლუციასთან დაკავშირებით. ლევან ხაბეიშვილმა დაანონსა, რომ იმ სპეცრაზმელებსო, რომლებიც აქციაზე ხელს არ დაარტყავენ მოქალაქეებსო და გადმოვლენ მშვიდობიან მხარესო, ჩვენ გადავუხდით $200,000-ო. როდესაც მოვალთ ხელისუფლებაში, ისევე დამხობის გზითო ხო და მაინტერესებს რამდენად აბსურდულია თუ რეალისტურია თქვენთვის ეს მოწოდება. ყველაზე საშიში ხარდი რა იცით? 7 ოპოზიცია. დიახ. ყველაზე საშიშია ოპოზიცია 7 ოპოზიცია. რომელსაც აქვს პროგრამა, რომელიც ელაპარაკება საკუთარ ხალხს და ეუბნება სიმართლეობრივად დამშვიდებით. და ადამიანი უყურებ, რომ ხალხი მშვიდად ფიქრობს ქვეყანაზე და ერთზე და პროგრამას თავაზობს. ისა საშიში რომ მოვიდეს და მოერიოს ოსნებას და მოვიდეს თუ უნდა ხალხმა მიცეს ხმა, ხო? მაგრამ მოვარ დაგამხობ $100,000 მოგცემ, $200 მოგცემ, $300 მოგცემ, ჯერ $300,000 რომ მიცე. 10,000 კაც არის $3 მილიარდ. $3 მილიარდ დაურიგებენ იმას პოლიციელებს, ჯერ რომელი პოლიციელი შეჭამს ამ ზიზულელს. ან ვინაპარაკებს ამ ხაბეიში სად მოვთ ამ გაუგებრობაში. ან ამის დაჭერაც რა იყო, ელაპარაკამდეს უნდა რა. ან რა თამაშია ეს. თუმცა თქვენ გახსოვთ ნაცმოძრაობის რეჟიმი და 2012 წლიდან თქვენ ხართ ამომრჩეველი ქართული ოცნების, ხო? თავიდან ვიყავი, არმანობ ნაციონალურ სამომრჩეველი პირველი ვაგათიცის ცხოვრობდი და პირველი მეტოსე მე დავგვიდე ბატონო სააკაშვილის პორტრეტი. პოლიცია დავწერდა. თუმცა შემდეგ ხონდა ის განცდა რომ არასწორად მართავდნენ. კი 2008 წლამდე მე ნაციონალურ მოძრაობის ხარ ვიყავი და 2008 წლის მე ბევრი კაი გააკეთეს. დიახ. არ თქვა რა მეგობრებია. კი ბატონო გააკეთა 2008 წლის მერე ეს შემოტრეთ 360 გრადუსი მოტრიალდნენ და ქვეყანა თრობა დაიწყეს რა. მივხვდით იმას, მაშინ მივხვდით იმას, რომ ესაც გააკეთეს და დებითი ხარები, ეს დავალებაც იყო. იქიდან რომ ხალხი ხარი გადმოსულიყო და ეკეთებიან ცუდი ქვეყნისთვის. ცუდი ხალხისთვის, ცუდი ახალგაზრდობისთვის.
ოჯახების გარყვნისთვის, ჩვენი ფუნქციის დაკარგვისთვის სინგაპური გაფხატდა საქართველოს, სინგაპური არის მდიდარი, მაგრამ უორენო სახელმწიფო. იქით მივდივართ ხო და აი ცხინვალის ომი, ის ომი ეს რაღაცები დაემართათ, მაგრამ მე საერთოდ არ მოერიგა თავის კლანს, შეეძლო მაგას მერაბიშვილი ახლა ის ჯახმა რა გამოიწვია და დააღუპა ქვეყანა. მიყვა თვითონაც. მე ჩამოსო უარესი იყო, მე ეხლა ბუნტოვენ უარესია და რა ვიცი, ქვეყანა ტყობენ რა. ტყობენ ქვეყანას ყველანი. დიახ, თქვენი საქციელით მაგიცას. რა რევოლუცია იყო? თქვა რევოლუცია რა უნდა გააკეთო? მე უნდა მესროლო? ჩვენ ერთმანეთს ვესროლო? ახლა გეტყვით ბატა ბურჭულაძის ბურჭულაძე რა კაცი ადამიანი დავამტყოფია. ადამიანი სამკურნალოა და ვერ გევიგე ტელევიზიას ვეუბნები. ადამიანი არის სამკურნალო. თუმცა მოდით მაინც გეტყვით ბატა ბურჭულაძის განცხადებას, თქვენ ნამდვილად მიხვდებით ახლა რაზეც მაქვს საუბარი, პირველის ეთერში განაცხადა, რომ ხელისუფლების დამხობის თავისებური ვერსია აქვს შემუშავებული და მან განაცხადა, რომ როდესაც 15 სპეცრაზმელი გაიტაცებს ერთ ადამიანს, დიახ, ეს შებოჭავენ 15 სპეცრაზმელს, გადაისხლიტავენ უკან და ნუ შესრუტვის მექანიზმი არისო ესეთიო, შესრუტვის მექანიზმით აპირებს. ამზადებენ ახალგაზრდებს, კი ვიცი. დაამთავრონ დიახ სპეცრაზმელი. ამზადებენ ახალგაზრდებს, როგორც ეს რამდენად კომიკურში გადასდით უკვე და 4 ოქტომბერს ხარ გავიღვიძებთ და ძალიან მშვიდი არჩევნები გვექნება და ვერც რევოლუციას ვერ მიიღებთ. როგორც 2024 წლის არჩევნების მერე ახალგაზრდა გამოცვიდნენ უსტაბერზე და რესტოდერ მაჩხაზე რაღაცას არის ხო იმეთქს ამას რამდენიმე 1000 ახალგაზრდა იყო 2024 წელს გულისხმობთ და ახალგაზრდები იყვნენ ამას რა თქმა უნდა და ესენი იყვნენ უბრალოდ მოსული ხალხი არ იყო შეუძლებელია მოსულმა კაცმაც გააკეთო დატრენინგებული წინასწარ მომზადებული უცხოეთში გადიოდნენ ეს ახალგაზრდები ტრენინგს როგორ მოქცეულიყო ამ პერიოდში ეხლა თამზადებენ მაგრამ ეხლაც იყო კაცური თუმცა ბევრი გულანთებული ახალგაზრდა ვნახეთ რომელმაც სიმართლის თვალებში ჩახედა და შემდეგ დატოვა აქცია ილაპარა ახალგაზრდა ბატონო მე თქვა 20-ის ვიტყვი ბევრს 20-ზე საწინააღმდეგოს კი ბატონო ბევრია როგორ შეიძლება არ კონდეს 12 წელი მათოლებაჯი იყო ბევრია ბენუსი ხო გასაგები მაგრამ თავარი ისა 20-ს ქვეყანას ამტრობს ქვეყანაში მშვიდება უკეთესი მოვიდეს კი ბატონო რა სხვას მიცემთ ხანს უნდა მაგრამ იცი რომ ქვეყანა დაუღრადებს და ქვეყანა მტერს შემომიჩნევს და დღეს რომ ნაციონალური მოძრაობა იყო თავრობაში ეხლა ომში ვიქნებოდ გაჭედილი კაცო ამაზე ვინმე მეთქვის ვარაო რუსეთთან კომისია შევიდოდით ეხლა ამ გავერანები რუსეთთან კომისიაში შეიძლება არა სიტყვიან ოპოზიციის წარმომადგენლები ლიდერები რომლებიც აცხადებენ რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოზე არანაირად არ აისახება კონფლიქტის მხრივ ანუ რუსეთი არ დაარტყავს საქართველოს და ნუ კეთილი ზღაპრები აქვთ ხოლმე და ევროკავშირში გაწევრიანებაზე აპარაგი ხო არის ეს არის ბოლია რა ერთ უკრაინას მიიღებენ ევროკავშირში მეორე ჩვენ რას მიიღებენ რა დარჩა უკრაინა უნდა მიიღონ ან ჩვენ უკვე როგორ მიიღებენ ჩვენ საერთოდ საზღვარი ერობას დაანადგა და ვინ თქვა საქართველოს ქართულმა კაცმა თქვა უარი ევროკავშირზე ხო თამაში იყო ეს ანუ გვატყუებდნენ 2008-ში 7-ში 6-ში 5-ში 4-ში ნატოში მიიღებთ აი მაპი მოგეცით მაპი არაო ეხლა აი ასე ისახა დოცენტები ხო ასპირანტები ხართო აი ის მოგეცით ხო გვატყუებდნენ მაშინ არა როგორც უკრაინას ატყუებდნენ შეიტყვეს ომში რუსეთთან ხო მოტყუებული დარჩა უკრაინაც თქვენ ჩვენს იგივე შემოღო 2008-ში შეგვიტყვიეს ხო ცხინვალის ომში ვინ შეგვიტყუო ჩვენ გაცომა უსები რა გიჟის ვინ დაღვატა გაგის ხო დაღვატა ვინ ვინ დაღვაგეზა მაკინ მაწახე და ხო ზაგაჟვიდა ისინი ხო რატო დაბარაკი ამას ხო რუსეთი წაიქედა რუსეთი მომგარი იყო მე ვიცოდი რომ ოჯეგდეში რუსი ჯარდი და მაგათ მარიცოდნენ რომელი არ მე იყო მაგრამ უჩინი იბრო ქონდათ იმას ოჯეგდეში და ჯარი არ გაიყვან დატოვა იქა როგორ შემოვიდა უცბად მეორე დღეს რუსი ჯარი სად იყო ჯარი იგი ხო ეყენა იქ არა როგორ ზოგადად ხილით უკან რუსი ჯარი იდგა ხო იცოდე ეს მიშა რატო შევიდა მაგ ცხინვალში ეს ხო იცოდა ხო ავანტურა იყო ეს დაგებული მახახაფენგი იყო ხო უცბად დაიწყო ეს ვიცი რომ დაიწყო მაგრამ ვინ შეგიტყუა აქ დიახ ეხლა გიზგზავენ ჩვენ მაგრამ იგვეს გავკეთებენ ეხლაც რამას მოჭამს ეხოცება ამაში მოტანხები პატობიძინას რომ აი ის სიმშვიდეობა ქვეყანაში რა ევროპას კაი დღეწერია გუჩი პოლონეთში შეფრინდა რუსის სებრეთნოევი აგერი ესენ შეფრინდა ევროპას კაი დღე რა დიახ აზიაში ვარსობა სირიაში რა ხდება პალესტინაში რა ხდება რა ამბავია მსოფლიოში და ჩვენ შედაგზენავს და გვაცალეს ბატონო დიახ ევროკავშირის ბატონო გამოსავალი ხადია არჩევნებით ვეთანხმები ბატონო არჩევნებით მოვიდნენ უმრავლესობას მიიღებენ აყალბებსო საკავშირო საერთოდ გაიყა აყალბ არჩევნები 2011-ში ხო დიახ ხალხმა თუ მოინდომა ხო იმდენს ვერ გააყალბებთ თარობა რომ ხალხმა თუ მოინდომა შენი ხრენისება
თან რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი იყო მოქალაქეების მისული 2022 საარჩევნებზე. მივიდა ხალხი ეგონა რომ ნაცია მოვიდა არა ბატონო მე ვაგორდებოდი ყველა არჩევნებში მივიდივარ ვაგორდი რომ ხალხი მივიდა რამადი აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ. დიახ. და ამას აკეთებენ სპეციალურად რომ აი სპეციალურად აკეთებენ რომ ასეთი პოლიტიკა წარმოდა რატომ? სიმშვიდე ხო შეიძლება ქვეყანაში რომ 20 100-ჯერ ხო არ იქნება რაღაც ახალი პარტია მოვიდეს სიმშვიდით ქვეყანაზე მზრუნველი გადავიდეს ხელისუფლება მეორე პარტიაზე გავადოხან ისე მოვიდეს ამერეს ხო შეიძლება ქვეყანა ვიფიქროთ ხო შეიძლება ქვეყანა შევწოთ არჩევნებით ხო შეიძლება პირველი პრეზიდენტს რაუყავით შოვანაძეს დაშვებით სააკაშვილი ეგეციხეძიზმე ეს ციხეში არა ბუქს რაღაცა არ ამშობლობა ხო ეს ხო არ შეიძლება ასე არა ვისო დარიულობა იმას უნდა რეულობა ვისაც უნდა საქართველოში მარტო გზა. დიახ, ბატონო რამას. გაგიწრუბა გაატაროს ნავთობი და რაღაც მოდრობები რა აქედან. გაატაროს რაღაცა. ქვეყანა აქ დალაგებული არ საჭირდება და შენი მეობა ქართული მეობა არ საჭირდება ქვეყანაში მაგრამ ჩვენ უნდა დაუდგეთ ერთად. ჩვენ დავუდგეთ ერთად რომ ჩვენი მეობა ჩვენ ქართულობა 300 წლოვანი ერი ვარ და ხაჭაპურად გვაქციეს. ჩვენ ჩვენ არა ვართ აი გზა გასაყარი რა. დიახ. ჩვენ ქვეყანად უნდა ვიქციათ. ამას აქამდე მე მინდა და მგონი ქვეყანაც ასე მიდის რა. დიახ, ბატონო რამაზ ალბათ მაყურებელს თქვენგან აინტერესებს ერთი კითხვა მაქვს და მოკლედ თქვენი აზრით უბრალოდ რომ აი ესე მოკლე პასუხი რო გამცეთ, იმიტომ რომ უნდა განვავრცო ეს კითხვა. თქვენი აზრით საქართველოს ამჟამად ლიბერალური ოპოზიცია უფრო აწყობს თუ კონსერვატორული? კონსერვატორული რა. ეხლა მე კონსერვატორული მოძრაობის ბიჭები რო არიან, ანტიპოდ ბიჭები ხო? და სიმბატოა განსხვავებული ბიჭების მიმართ. და დიდი საყდური მაქვს ცნების მიმართ რომ კონსერვატორულ მოძრაობას ამდენჯერ პარტია დააფუძნეს, პარტია არ დაურეგისტრეს და რატო აკეთებდნენ ამას? დიახ, აი ზუსტად ეს კითხვა მაქვს. აი ამ ბიჭებში რა ვნახეთ ჩვენ ცუდი, მე აი ვიცი მე 20 წელი მომხრება დღეს და გუშინ წამვიღავი. მომავალი ხო უნდა მოვიდეს ხალხაძეები არიან მახარაძე რო არის ხალხის მეუბნები უნდა ხო ზურაბ მახარაძე მე არ ვაძებ ხმა და მე ხო ვამბობ და მე ვაძებ ხო ბატონ კალაძის ეხლაც უბარ ამას მომხრებაც მე კალაძის მომხრება ხალხში გააკეთა უზარმაზრე საქმე და დიდი იმედი მე და ძალიან ხალხი ვაკეთილელი ვარ და ხალხს გავთ ევროპული დონის ხალხია თბილისი რა ვინც ამას არ მეტყვი ცუდიო მითხრას ამიხსენს რატო ხო დიახ და ესეთი კითხვა მექნება სანამ თქვენ თვითონ ვერ გავწევთ უნდა ხებს შეწყობა რა. აი ხალხი, აი ბიჭები არიან. მაგალითად მე ვარ კონსერვატორული მოძრაობის ამომრჩეველი და რა თქმა უნდა ამ არჩევნებშიც ჩემ აზრს დავაფიქსირებ. ეს კონფიდენციალურია, თუმცა მხარდამჭერი ვარ და მათ აქციებზეც და ყველგან საერთოდ ვარ ნამყოფი. თუმცა მათთან ყოფნის დროს, ანუ მე აქტიურად ვეცნობოდი სიახლეებს, საფეხურებსაც ისინი გადიოდნენ თუნდაც პარტიის დარეგისტრირების თუ თუნდაც აღსრულების ბიუროს მხრიდან იმდენი წერილი მოსდიოდათ და მუდმივად შეზღუდვის მექანიზმში იყვნენ მოყოლილები და იპრესებოდნენ ამ ყველაფერში. არ ვიცი რის გამო LGBT პრაიდები მათი ჩაშლილია, ასე რომ ითქვას ქართული პოლიციელები. დიახ. ბევრი შევისახე აკეთეს. და მართლა ქართული ოცნების, რა ვიცი, მარჯვენა ხელი გეგონებოდა, ანუ ყველამ ვიცოდით რომ არ იყვნენ რა თქმა უნდა შეთანხმებულები ერთმანეთთან, თუმცა ქვეყანას ეხმარებოდნენ ყველანაირად, რომ თუნდაც ეს LGBT პრაიდი და ხელისუფლება არ გასრულიყო რაღაც ესეთ საკითხებში და მივარდნა იყო თუ რა ვიცი წმინდა მატრონას ხაც, როდესაც ნატა ფერაძემ ლიბერალმა შეასხა საღებავი მივარდნენ და აქცია ჩაატარეს. ნუ არ ვიცი მე, ძალიან ბევრი ასეთი ფაქტი არის მათი დამსახურება რომ საქართველოში თუნდაც ლიბერალიზმი აღარ არის ისეთი აღზევებული, როგორც იყო წლების წინ. აი რატომ ქონდათ ამ ბიჭებს ესეთი ხელშეშლა რა მუდმივად რატო იბლოკებოდნენ, როდესაც ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გვარამია არეგისტრირებს პარტიას, ისე თითქოს არაფერი, ანუ წამში დაურეგისტრირეს პარტია. და არ აწყობს ქართულ ოცნებას, რომ ესეთი ოპოზიცია ყავდეს. ქართულ ოცნებას გამორჩევა, ქართულმა შრომსაგნოზები გონიათ ესენი ამდენი არიან მაგაში როგორ მაგნეს ბავშვი მაგრამ ძალიან ბევრი მინუსი აქვს სათქმის ბევრიც არის უკეთესი არატორი ამათ სათქმის თულის მე და სათქმის ამათ მაგრამ მეს მიგვის მაგ დიახ რატო ეროვნული ხალხია რას გააკეთეს ყველაფერი ქვეყნისთვის გააკეთეს მე ინფორმაცია მაგ იგი მქონდა ისეთ რომ დიდი წნეხი იყო რომ დაებლოკათ ესენი დიახ უცხოეთიდან
ევროპიდან დიდი რა თქმა უნდა, ზურაბ მახარაძე და მორგოშია არიან დასანქცირებულები და ერთ-ერთი უკაცრეს სიაში. რატო დააშავეს პასეთი, ხო? უცხოეთიდან დიდი წეხი რომ ეროვნული ხალხი, ეროვნული ძალა არ მოვიდეს ხელისუფლებაში. ამას დიდი წეხი კი იყო ალბათ პატონბიძინაძე და ჩვენ ქვეყანაზე. რომ ქართული ოცნება მუდამ გვეუბნება, რომ დიფთეითი მართავდა ძალიან ბევრი წლის განმავლობაში საქართველოს. ასე არისო? ორთა ამდენი არასამთავრობო, ამდენი ფული, ამდენი ფინანსი, მილიარდი მიდიოდა ყველა მოსყიდული უნივერსიტეტებში, იმას სამინისტროებში, ყველგან ხო ესენი იყვნენ რა? ეხაც არ არიან? საავადმყოფოებში. და ეროვნული ადამიანები მაშინ როდის ხო უნდა მოვიდნენ ქვეყანაში? არ ვიცი რა დავართ. სუდღეში ვართ. დიახ. ახალგაზრდები სუდღეში არიან. რა განათლება აქვს, რა ძლაბარაკობენ და ისტორია, სადა მოიტანეს ისტორია. რაღაცა სხვა ისტორია, რომელიც რაცა მითხი არც ადგაც 4 მიმიღება უნივერსიტეტი დაამთავრა უნივერსიტეტი. დიახ. სადი რა ისტორია აქვს ამას? ასასწავლე ხელმძღვანელი, ამდენს ასე ურევდნენ ამ თვით ახალგაზრდებს, სად იყო მთავრობა? ეხლა რომ გამოიღვიძა. სად იყო მანამდე? აი ეს მინისტრები ეს სოროშის ხალხი და ეს მიყოლებით იხსნებოდნენ ახალი მოდიოდა ელჩები ერეოდნენ ხო დანიშნვაში. ეხლა რომ გამოიღვიძა ხელმძღვანელი თქვა რომ არასამთავრობოები ერევა ქვეყანაში და დაფინანსება შეუწყდა და ბატონო ჩემო და გაშიფრა ეს ხო ეს ბანდა ეს ტრების ბანდა ხო მანამდე თუ არ გააკეთა ეს. დიახ. მანამდე რატო არ ხნა ეს? მანამდე ხო ამ 12 წელია რა, მანამდე რატო 10 წელი რატო იცვენ და ამას? რატო იცვენ და მინისტრებს? როგორ შეიძლება ხედაშელი ყოლოდა თანდაცვის მინისტრად კაცო? კაცო, მე ხარ ისა ტაივანის ყოფილა წარმოგიდგენთ საქართველოში მის არასამთავრობო ორგანიზაციას კიდევ იგებენ ტაივანდი ფინანსდება. და ჩინეთმა არ აშენოს სპორტი, რატო უნდა აშენოს ჩინეთმა სპორტი? რატო უნდა კონდეთ ჩინეთმა უთრება ჩვენ? ევროკავშირი ეხოთება ჩინეთში მან ივაჭო და შეიძლება რამე გავაგდო ჩინეთთან არ შეიძლება შენდიცო. რიგები არ შეიძლება ჩვენთვის. რუსეთ-უკრაინის დროს მე მაშინ აქტიურად ვეცნობოდი საზღვარგარეთის პოლიტიკას და მუდმივად ვკითხულობდი BBC-ს, NBC-ს და საერთოდ ყველა პლატფორმას ახალი ამბების, სადაც ეწერა რომ რუსეთის ყველა კომპანიას საერთოდ რაც რუსეთში პროდუქცია არის წარმოებული ყველა პროდუქციას ანუ ასე რომ ვთქვათ უარყოფდნენ ევროკავშირის ქვეყნები და თავიანთი ქვეყნის ბაზრიდან გაქონდათ ესეთი ინფორმაციები ვრცელდებოდა თუმცა ზუსტად ერთ თვეში სწორედ ასეთი ინფორმაციების გავრცელებიდან რუსეთისგან ძალიან ბევრი პროდუქტი შეიძინა ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებმა და ისევ დააბრუნეს თავიანთ ქვეყანაში აღნიშნული პროდუქტები. მარაზმში იყო გადასული უკვე რაღაც აპლიკაციები შექმნეს ქართველებმა, სადაც დაასკანერებდით და გიჩვენებდა რომელი ქვეყნის პროდუქცია იყო და ის თუ რუსული იყო, იმას არ იყიდნენ. ანუ რაღაცა საერთოდ სხვა განზომილებაში არის ხალხი გადასული. თქვენი აზრით ეს მაინც რისი ბრალია? ანუ რატო დამხატდა რისი ბრალია და ეს მზადდებოდა? რა უნდა ხელსუროდა? ხო, მაგრამ სხვა რა მზადებენ ამისთვის? რამდენი უნივერსიტეტი ის ხელშია? დიახ. ვიცით არა? არ დასახელები. იმის იმის ხო. ამ ილიაურში, კავკასიის უნივერსიტეტში ამ ნაცების ხელშია. აი ხალხაზრდას ასწავლიდნენ. სიძულვის რუსეთის მიმართ. რომ აუხსნა რუსი ანგელოზი კი არ არის, დამკვებელია, მაგრამ თურქის დამკვებელია, ინგლისელის და ამერიკელის, რო თქვა ჩვენ ახლა სიმართლე ხო? დიახ. რუსი ასე თუ ისეა ხო 200 წელი ვსწავლეთ ჩვენ რუსეთთან. ხო? ქონდა მაგ შეიძლება ისტორია დაუხსნათ ხალხს. ის გაუთხა რუსეთის იქით რა გვაქვს არა ბატონო. რუსეთს მიუჩინოთ თავისი ადგილი ჩვენ ცხოვრებაში, მეზობელია და გავარკვით უთირთობა. ტყრობა რუსეთს ჩვენ არ გვაწყობს, არაფერში არ გვაწყობს. დავალაგოთ რაღაცნაირად უნდა ვიხსოვოთ. რაღაცნაირად რუსეთს საერთოდ უნდა გამომნახოთ, რაღაცნაირად. პრობით ჩვენ რომ დაყავ მეც დავყარგავთ. ხო დავყარგეთ 20%. კიდე დავყარგავთ. შიმშილო უნდა შევინარჩუნო და რაღაცნაირად გამომნახოთ. საერთოდ რუსეთის ინტერესები ჩვენგან არ დაირღვეს. რომ ის ხავარანებული 200 მილიონიანი ქვეყანა ხო ჩვენ არ დაგვინდობს. უყარვათ კი, ძველ ნოსტალგია მოდის, მაგრამ თობა მოვიდა ესეთ რომ არც ვახსოვართ. უნდა დავალაგოთ მაგათაც უთოთობა ჩვენ. სხვა არ გამოგივა ხო და ასწავლიან სიძულვის რუსის მიმართ. სიძულვის რუსის მიმართ. ევროპა არის ჩვენ ევროპელები ვართ, რუსი არის ჩვენ მტერ ამას უდებენ ტვინში. რუსი ვიყავ ჩვენ ევროპელი ბოლოს და ბოლოს. აი ამიხსენის საუკუნე დრო, როცა საქართველო იყო ევროპის ნაწილი.
თქვენ არ ვიცი ხართ თუ არა, თუმცა ახალგაზრდები არიან. ესე ამბობენ, რომ ისინი არიან ევროპელები. ჩვენ ქართველები ვართ, კავკასიელები ვართ. თქვა ევროპელობა. არა, ისინი არიან ევროპელები. ისინი არიან ქართველები. მე ვარ კავკასიელი, ქართველი. კი ბატონო, მე მინდა ევროპული დონის კაი ცხოვრება მინდა საქართველოში. კაი ხელფასები მინდა. კაი წარმოებები მინდა აშენდეს. კაი პენსია ხონდეს მოხოცებად ეს მალე პენსია გავხდე ხოთედაჩი. კაი ცხოვრება მინდა, არ უნდა ევროპული ცხოვრება, მაგრამ ეხლა როგორ ესა? ჩვენ ახლა აი ევროპა მიგიღებს ახლა ჩვენ გავრანო ქვეყანას და აშენ $200 ხელფასი პენსია, აი, კითხოთ პოლონელებს, კითხოთ პრიბატიგელებს. აი ევროპაში შესვლა აი ჩვენ მიგიღებენ, დაუძახო და ჩვენ აი როგორც ჩვენ ახლა მოლდავეთზე ნაკლები დემოკრატია საქართველოში არ უკაინას ნაკლები რომია კაი. მოლდავეთი წინატოა ჩვენ და წინ დემოკრატიულად რა ტელევიზია ჩვენ პრესა ხალხი დონე ქართული და ახალგაზრდობის დონე მოლდავი ჩვენ წინ არის ჩვენ თამაშებია მაგენია რა. ხო თამაშია შვილო მაგია აი ხო თამაშია ჩვენ აი რო კაცში მიგიღებენ რა. ერო სტატიზმო ევროპელი ხარო მე ქართველი ვარ ჯერ ჟვანიანოთ ხომ მასე ევროპელი ვარ არა ვარ მე ევროპელი მე კავკასიელი ვარ ქართველი ვარ და ამ რეგიონში როგორც ვარ მასე არანაირი მაშასადამე არა ჩვენ ქართველი ვარ მე არა ვარ ევროპა რიქით არის კაცო და პატივს არცემ ევროპას კაი ცხოვრება ეცი ნაკად მოიტანო მაგრამ მე მის შენე ვარო არა ვარ მე შენ მოსამსახურე კაცო არ გავხდები მე შენ მიქნელი კაცო ვიღაცა ელჩის დონეზე არ უნდა მიყვანო მე ვიღაცა ელჩი მოვა ვიღაცა გადამდგარი ვიღაცა და მე მასწავლის 13 წლიანი ისტორიისას მასწავლის როგორ მოვიქცე მე მასწავლი ჭკუად გაყავდაო სა გაყავდა მითხარი ოჯახაში ნებოლო სად გაყავდა შენ რათა და კუთეს არჩევნები ეხლა რა ხდება საფრანგეთში ხო ერთმანეთს ხო მილიონი კაცი გამოსულა ერთმანეთს მიდის როგორც ერთმანეთში წავენ ყველაფერს ხო ეს რო გადმოიტანეს საკეთ აი ბატონი სააკაშვილის დროს რამდენი მიტინგი იმართებოდა რუსთავეთში ხო ოდესე გამოდიოდა ხო ამდენი ხალხი გამოდიოდა შედა ფოტო ჩამოვარდა აი ახალ მიტინგებზე ეს ხალხები ხო როგორ დახოქეს რომ წავენ ყველაფერს ხო რატომ ან ჩვენ დროს კაცები ხო 2008-ის ხაშუდები ყავი ტექნოლოგიასთან დაამტარე როგორ ქუჩაში ვიჯექით ხო? ნაგვის თორნას ხეს ვინოგირებდანაც. ელემენტაროს, ხო? ეს ქვეყანაა შენი. ქალაქია შენი. პარლამენტში შენობა ხო შენი ეს. თქვა შენ მოხვიდებ დარობაში ხო შენი შენობა ამის ატო წვა ამას. ატო პოლიციელი ხო შენი პოლიციელი მე კანონს იცავს. პოლიცია რა შევა? პოლიციელი სალამში არ დაარღვევ კანონს შენთან მოვიდა დაგიჭირა. დაარღვე მე ხონო დაგიჭიროთ. გიჭერს მაჩი ხوار გეტყვის მოდი ჩაჯეგი დამძანდი ბატონო ხელი ხონდა მოკიდოს ხონ დაგაყავოს დაყავება ხო არის ზალისმენი მეთოდი ზალისმენში ან გადამეტება ხდება ამ ზალის არ რაღაცა ხდება ხო არ დაარღვევ პოლიციელებიც დაისაჯენ ამის გამო ვიცი რამდენი შეუძლებელია როცა ადამიანს აკავებ როცა ადამიანს მოძდებ ხო იქ რაღაცა ზოგ ნერვები აქვს მოდი შეიძლება აგინებენ აფუთხებენ რაღაცა და პოლიციელის ყველა ანგლოზი ხო არის ყველა ხო შეუძლია მოთოკოს ეს ტვინში ხო სულ ულეველაგი პოლიციას მე რაპილდე გაგინებენ გოგოები დიახ ვიცით ნახეთ რაპილდე რა დაგიშვა პოლიციელი შეცომეხუდი პოლიციამ შეცხო დაგიცვას პოლიციამ არ დაიცვა შენობა შეგიშვა პარლამენტში დაგაწევიოთ ყველა დაგვანგრევიოთ პოლიცია რო არ დაუდგა ბატონო ჩვენ ეროვნული ბატონო სამსახური პოლიცია ხო არ დაუდგა გორდით მაშინ ხო ღალატად ერხაბული და პოლიციამ ხომ დაგოდიას მაშინ მაგიტომ დაემხო ხელისუფლება 60 პოლიციელი არ დაუდგა გვერდით ხო ვიტომ ნეტრალ დაიკავა დაემხო ხო რა შედეგი მივიღეთ ხო დავაქციეთ ქვეყანა ხო არ იყო ასე ეხლა თუ მკითხო მაგას არა არ გავუკეთეთ ქვეყანა ჩვენში პოლიციამ უნდა დაიცვას ქვეყანა ხო დაიცვას კანონი და სამართალი ხო ამაში გადაწყვეტები მოხდება მაგრამ 90%-ის კაი საკეთებია დიახ ბატონო რამაზ დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის. მე დავამშვიდობები მაყურებელს, გეტყვით რომ TV+ აქვს Facebook და YouTube არხი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიწეროთ, რადგან არ გამოგრჩეთ სიახლეები ნახვამდის. კარგად ზამთრობთ.